სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სალს, გაგახაროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა. საშინელი ცოდვა ჩავიდინე, მომაკვდინებელი ცოდვა ჩავიდინე, ისეთი ცოდვა მაქვს ჩადინილი, რომ ვერ მივდივარ აღსარებაზე, მრცხვენია, როგორ უთხრა, როგორ მივიდე, როგორ შევხედო თვალებში, ჩავხედო მრცხვენია, რას იფიქრებს ის ღოდელი, რა მეშველება, მოდი არ წავალ აღსარებაზე და ამით დამთავრდება ყველაფერი და ესე იგი არავის წინაშე არ შემცხვება. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ გავიწყდება რომ იქ, როდესაც გარდავიცვლებით, იქ უფრო 1000 მაგრად და 100,000 ჯერ მაგრად შეგვცხვება. დიდი ცოდვა არ არის ბოლო სიტყვა, შენ არ უნდა განიკითხო შენი თავი, ვინ მოგცა ჯერ ესეთი ამის უფლება, რომ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, როგორც იუდა, ხო, იუდა თვითგმობაში ჩავარდა, განკითხვაში, ეს რა გავაკეთეო? წავიდა მოინანია, როგორც წერია სახარებაში, მაგრამ როგორი იყო მისი მონანიება მცირედი, წავიდა და თავი მოიკლა, თავი ჩამოირჩო. და ეშმაკი, სანამ ჩვენ ჩავიდეთ ამა თუ იმ ცოდვას, მათ შორის მომაკვდინებელს, გეუბნება თითქოს და გეჩიჩინება რაღაცა, რომ მიდი კაცო, რა მოხდა ეს ერთხელ გააკეთე. ჩაიდინე ეს ცოდვა, რა მოხდა კაცო, ღმერთი, ის ხომ ღმერთი არის, ის მოსიყვარულე მამა, ის გაპატიებს შენ, რა თქმა უნდა შეგინდობს და მოგიტევებს შენ. მიდი ერთხელ რა უჭირს. და როდესაც ჩვენ ჩავიდეთ, მოусმეთ ასე თქვა, ხო? ეშმაკს ის ძალით ვერაფერს ვერ გააკეთებს. ანუ როდესაც ჩვენ ხელს გაუწოდებთ მას, ხო? და წავალთ ამა თუ იმ ცოდვაზე, აი მერე უკვე გეჩიჩინებს სხვა რამეს, რომ ეს რა ქენი, ეს როგორ ჩაიდინე? არა გცხვენია, შენ დაიღუპევ, ღმერთი ამას არ გაპატიებს. ხედავთ როგორი ასე თქვა ხრიკები აქვს, ის უდიდესი ფსიქოლოგია, ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგია არის ის. ამიტომ რა თქმა უნდა მას არ შეუძლია ჩვენი აზრები რომ წაიკითხოს, მაგრამ მას შეუძლია ჩვენი ქცევი, ჩვენი მიმიკები, ჩვენი ჟესტები, ჩვენი ესე იგი ხასიათით, ჩვენ ეს გვიხარია, ჩვენ რა გვწყინს და ამიტომ ეს რეაგირებს, ასე თქვა, სიტუაცია რას მდგომარეობა და ამის შესაბამისად მე უკვე მოქმედებს. მეგობრებო, ძალიან მოკლედ. ხო, ეს ხშირად არის კომენტარებში და ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ეს ვიდეო ძალიან მოკლედ. კიდევ ერთხელ, დიდი ცოდვა არ არის ბოლო სიტყვა, ნახეთ, ადამიანის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, ხო? ბოლო სიტყვა ეკუთვნის ქრისტეს. უფალი იესო ქრისტე თავად ამბობს, მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთ მძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენო დაგამშვიდებთ, ხო? ანუ მშვიდობა არის ქრისტესთან და ჩვენ ვიღაცა და რაღაცა ვართ ქრისტეში და ჩვენ არაფერი და არავინ არა ვართ ქრისტეს გარეშე. ნულიც კი არა ვართ, არაფერი არა ვართ საერთოდ. იმიტომ რომ ქრისტეში არის, ის არის ცხოვრების წყარო, ის არის სიცოცხლის მომნიჭებელი, ის არის აღდგომა. მე ვარ აღდგომა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე, უფალი ბრძანებს. გახსოვთ მარკოზის სახარებაში, როგორ ესე იგი ეშინიათ, ხო, მოციქულებს და უფალო გვიშველე და უფალი როგორ ეუბნება, რატომ დაეჭდითო მცირედ მორწმუნეები? და ზუსტად ის მოციქულები ჩვენც ვართ დღეს 2000 წლის უკან რაც იყო მაშინ დღესაც არის, ანუ შენ გეჭვება რამე, მაშინ შენ წმენაში მერყეობ და არ არის შენ წმენა მყარი და ძლიერი და შენ ფიქრობ რომ რაღაცა შენი რაღაცა უსუსური ცოდვა
თუ გინდა იყოს მომაკვდინებელი და როგორ ფიქრობ შენ უფალი არ გაპატიებს არ გაპატიებს შენ რა თქმა უნდა კი გაპატიებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ არსებობს ისეთი ცოდვა გესმით რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არ მოგიტევოს შენ ხონდეს უნდა იყოს გულწრფელი და სინანული კონდეს ისე კი არა რომ მივიდე და ვიტირო კი ბატონო ტირლში წრემლებში ცუდი არაფერი არის კარგია ეს ხო მაგრამ გული არის პირველ რიგში და ამიტომ წადით მეგობრებო დღეს და ჩააბარეთ ახსარება არ გადადოთ სინანული აი ასევე უფალი ბრძანებს მე მოვედ არა მოვედ წოდებად მართალთა არამედ ცოდვილთა სინანულად ჩვენ ყველანი ვართ ცოდვილები უფალი ბრძანებს რომ მართლების კი არა ცოდვილთათვის მოვედიო ხო და მაშინ ისმევა კითხვა ვინ არის მაშინ მართალი არავინ არაა მართალი და ვინც ფიქრობს რომ მართალია აი ამ დედამიწაზე 7-8 მილიარდი ცხოვრობს და ვინც ფიქრობს რომ ის მართალია მაშინ მისთვის არ მოსულა ქრისტე მაშინ მისთვის არ აღსდგარა ქრისტე და ქრისტემ არ აიღო მისი ცოდვები და არ განიწმინდა და მაშინ მაპატიედა ძალიან ცუდად ყოფილა იმ კაცის საქმე ესე იგი არა მოვედ წოდებად მართალთა არამედ ცოდვილთა სინანულად ხო ეს ნიშნავს რომ ქრისტე არ შორდება დაცემულ ადამიანს პირიქით სწორედ დაცემულთა მოდის და აღადგინოს და ყოველთვის საუბრობ ჩვენ აღდგომა არ იქნებოდა თუ დაცემა არ იქნებოდა ჩვენ სულიერ რომში ვართ ყველა ხან დავიჭრებით ხან დავეცემით ხან რა ვიცი დავიჭრებით უნდა ავდგეთ წავიდეთ პირდაპირ წმინდა მოციქული პავლე წერს რათა როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში ასევე ყოფილიყო მადლის სუფევად საუკუნო სიცოცხლისათვის სამართლის მეუღებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ რომელთა 5:20 ხო ანუ რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ ცოდვას არ აქვს საბოლოო გამარჯვება გესმით არაფერი საბოლოო გამარჯვება არ არის სადაც ცოდვა ძლიერად ჩანს იქ ქრისტეს მადლი კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს გესმით თუ ადამიანი გულწრფელად ინანიებს რა თქმა უნდა პავლე კიდევ ესე იგი ამბობს რომ ნახეთ პირველი ტიმოთე მიმართ რომ ქრისტე იესო მოვიდა წუთისოფელში ცოდვილთა სახსნელად რომელთაგან პირველი მე ვარ პირველი ტიმოთე 1:15 ანუ თუ პავლე მოციქული ასე საკუთარ თავზე ესე იგი ამბობს ხო ეს გვასწავლის ჩვენ სიმდაბლეს და იმედს სასოებას ხო არავინ ნახეთ არავინ არის ღვთის წყალობაზე მაღლა და არავინ არის მის მიღმა ხო როგორც ღმერთი არის უსასრულო ხო სამყარო შექმნა ესე იგი მთვარე და ეს მზე და ეს გალაქტიკები და მეგაგალაქტიკები მეგავარსკვლავები და ესე იგი რამხელა სამყარო ხო წარმოგიდგენიათ რომელიც ბოლო არ აქვს წარმოიდგინეთ ბოლო არ აქვს და უფრო კიდე ესე იგი ფართოვდება დიდდება და ასე შემდეგ და ეს ხო წარმოიდგინეთ აი ეს ყველაფერი სივრცე ეს დრო ყველაფერი ვის შექმნა ხო ღმერთი უსასრულოა და მამები ამბობენ როგორც უსასრულოა ღმერთი ისე უსასრულოა მისი წყალობა გესმით მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მეგობრებო აქაც არ უნდა მოვთხოვდეთ ჩვენ აქაც ეს მაგის ხრიკი არის რომ ანუ აქ კი არ არის უბრალოდ
შეიძლება მოგაწოდოს ასე ეშმაკმა, რომ მიდი კაცო თუ ესე იგი უსასრულოა ღმერთის მოწყალება, მაშინ მიდი დღეს შევწოდავ, ხვალ მოინანიე, დღეს მომაკვდინებელ ცოდვა ჩავიდენ, ხვალ წავალ გავიქცევი ახსნარებაში, ხვალ ჩავიდენ, ესე იგი ზეგ წავალ, ზეგ ჩავიდენ, მას ზეგ წავალ და არა, ასე არა, არავითარ შემთხვევაში მეგობრებო. ეს პირიქით მომაკვდინებელიც და დამღუპელიც იქნება და დაგუპავთ ასე. აქ არის საუბარი იმაზე, ვისაც აქვს ეს ცოდვა ჩადენილი, მომაკვდინებელი, თუ გნებავთ გარყვნილი, არაბუნებრივი, გასაგებია ხო რაზე საუბარი, ყველაფერს ვერ ვიტყვი, ალბათ ხვდებით. ზოგს აქვს იქ სხვა დარგში, ასე ვთქვათ, ცოდვები, ხო? არ მინდა ხა ცოდვების ჩამოთვლა, იმიტომ რომ ვინც მისმენს და აქვს ესა თუ ის ცოდვა, მიხვდება თვითონ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის, გესმით? არ არის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მესამეჯერ, არ არის ცოდვა ნებისმიერი მომაკვდინებელი, გარყვნილი, არაგარყვნილი, სხვა მიმართულებით, რომელიც ესე იგი ფიზიკურ სიკვდილამდეც კი მიყავს ადამიანს, არ არის ისეთი ცოდვა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე რომ არ გაპატიოს. უბრალოდ მიდი, კიდევ ერთხელ ჩავიწერ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ბევრი კომენტარები არის, რამოდენიმე კომენტარი არის. ძალიან ხშირი არის კომენტარი, სხვადასხვა ესე იგი მომართავენ პიროვნებები და წერენ ასევე. და ამიტომ დამთავრდება თუ არა ეს ვიდეო, არ გადადო, აი დღესვე წადი, თან მძიმე ესე იგი აღდგომის მარხვა არის, ხო? მძიმე მარხვაში ვიყოფები, აი წადი დღესვე. არ გადადო. თუ დღეს გვიან იქნება ახლა დაკეტილი ეკლესიები, ხვალ წადი, დილის 9 საათზე წადი, 10 საათზე წადი. ესე იგი მეგობარი, ოჯახის წევრი იქნება, ნათესავი იქნება, არ ვიცი მე, თუ არ ყავს არავინ ისეთი ვინც მიგიყვას მოძღვართან, მიდი ნებისმიერ ტაძარში მიდი. მართლმადიდებელ ესე იგი მოძღვართან და თბილისში იქნება. ხო, წადი და ესე იგი ჩააბარეთ ახსარება. გცხვენიათ, გესმით, აქ არაფერი არ არის. და ეხა ნახეთ, მეგობრებო, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, სინანული, ნახეთ, სინანულს მეორე ნათლობას უწოდებს. გესმით? ჩვენ ვიცით რომ ნათლობის დროს ადამიანებს ესე იგი პატიება ყველა ცოდვა, ხო? და სინანული არის მეორე ნათლობას უწოდებს იოანე ოქროპირი. სინანული არის ღმერთთან დაბრუნება და ძველი კაცის დატოვება. წმინდა ისააკ ასულიკი გვახნევებს და ამბობს რომ ღვთის მოწყალება ადამიანის ცოდვაზე უსაზღროდ დიდია, გესმით? ანუ ღმერთი არ ეძიებს რაღაც ჩვენს განადგურებას, ხო? იგი ეძიებს ჩვენს განკურნებას. ეხლა კიდევ ერთხელ, როგორ მივუტევოთ საკუთარ თავს? კიდევ ერთხელ, კიდევ ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, 10ჯერ და თუ საჭირო იქნება 1000-ჯერ ვიტყვი და მეტიც. ჩვენ ყავს იუდა და ჩვენ ყავს პეტრე, მოციქული. იუდამ, აი მარტივად ვიტყვი უბრალო ენით. იუდამ უღალატა ქრისტეს, ხო? წავიდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ეს რა გავაკეთე, უფალი მე არ მომიტევებს, ეს როგორ ესე იგი მას რცხვენოდა, ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, წავიდა მოინანია ბჭყალებში, თავი მოიკლა. პეტრე, იუდამ ერთხელ უღალატა, პეტრემ 3ჯერ უღალატა, 3ჯერ, ახსოვთ თქვენ საღარებაში. მაგრამ პეტრე რა შვება? აი პეტრეს აქვს გულწრფელი და ნამდვილი სინანული. ის ნანობს, ცხარეცრემლი ტირის, ის შემდგომ თვეებში და წლების განმავლობაში ის ნანობდა, ხო, ცხარეცრემლი ტირის და ასე იგი ადგილს ვერ პოულობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იუდა გაყიდა, ასევე
მოციქული პეტრაც ყიდის, როდესაც უარყოფს, იგივე არ არის? ღალატი იგივე არ არის? და იუდამ ერთხელ და პეტრემ სამჯერ, გესმით? მაგრამ იუდას არ წმენა ქონდა, იქ რაღაც ნაპერწკალი იმედი, სასოება, რომ მას მიუტევებს უფალი და მოინანია და უფალი რა შვება. რა თქმა უნდა, აპატია და მეტიც მოციქულთა თავი ხდება, თავდა მოციქული პეტრე და პავლე. ხო, მეტიც, გესმით? ამიტომ ნუ გწვენია შენს. ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში. მე მესმის, ძალიან მესმის, რომ სიტყვებით საუბარი შეიძლება ადვილი იყოს, მაგრამ ფიქრობდით რომ აბა როგორ ქნათ. არა, ზუსტად ამიტომ ჩავიწერე ეს ვიდეო, რომ აი ეს აბა არ იყოს. მე ხა მაპატიეთ ხა განა ცუდი ტონით საუბრობ, ღმერთმა შემინდოს და განა განკითხვის და რაღა არა, ჯვარი მწერია, უბრალოდ ასეთი ვარ, ცოტა ემოციური ვარ და ნუ ასეთი ვარ, ასე საუბარი ვიცი და რა ვქნა. ანუ ეს იმიტომ ალბათ რომ გულით მინდა ეს ყველაფერი მოგაწოდო და ერთი ადამიანიც კი თუ ჩემი სიტყვების მერე ნუ ჩემი წყალებში ხო რასაც ჩვენ ამ ვიდეოს შემდეგ მოდით ასე დავარქვათ ამ ვიდეოს შემდეგ თუ ერთი ადამიანიც კი წავა ახსარებაზე დაწერეთ გთხოვთ კომენტარებში ჩემზე ბედნიერი კაცი პლანეტაზე არ იქნება თუ ერთი ადამიანი მაინც წავა ახსარებაზე ამ ვიდეოს შემდეგ და ამ ვიდეოს დახმარებით. ამიტომ ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით, მიდით, სანამ დრო არის, სანამ კიდე გვაქვს ჩვენ ეს რაღაცა დღეები. დღეები, იმიტომ ვამბობ, რომ ხედავთ, ესე იგი როგორ მიქრის და არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ ლექსიკონში არ მოიძებნება სიტყვა, ხო, ისე მიქრის, ისე დრო წლები. აი მე პირადად 47 წლის ვარ და ეს 47 წელი აი როგორ მოვიდა დღემდე ავიცი აზე ვერ მოსულა როგორ მიუტევოთ საკუთარ თავს ჯერ უნდა შევწყვიტოთ მეგობრებო საკუთარი თავის გამართლება და აი დავდგეთ ასე თქვათ სიმართლეში. ნახეთ, შემდეგ უნდა მივიდეთ ახსარებაზე, ჩამოვწეროთ ფურცელზე, ასე ჯობია, ვისაც არასდროს არ გაქვთ ნათქვამი ხო ახსარება, ჩამოვწეროთ ფურცელზე ბავშვობიდან რაც გქონდა ეს ცოდვები ჩვენი, ხო, რომ არ გამოგრჩეს, ასე ვთქვათ, ნუ გწვენიათ, ასევე თუ გაინტერესებთ, ვიცი, ბევრს აინტერესებს, ბევრმა დაწერა კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ეხლა მაგალითად არის ისეთი ზოგი ცოდვა რომ ცოტა არ უნდა იქ დაკონკრეტება, ნიუანსები და დეტალები, ძალიან დეტალები ეს არავის არ ჭირდება, ეს არ არის საჭირო და ზედმეტიც კი არის. უბრალოდ თქვით გულით, ესე იგი, გულით აღიარეთ და თუ რამე იქნება, თქვათ, საჭირო, მამაო, მღვდელი, აქეთ ჩაგეკითხებათ თქვენ. ხოთ, ეხლა ისე კი არა რომ რაღაც ზედაპირულადაც არა. ყველაფერი რასაც არის, დაარქმით თავისი სახელი. ჩვენ ესე იგი უნდა მივიდეთ ხო ახსარებაზე მეგობრებო, თუნდაც რა ვიცი ანუ ხდელი იქ არ არის იმისთვის რომ რაღაც დაგამციროს, არა ეს როგორ გააკეთ მართლა არ აქვს ხვენია ეს ანუ ეს არ მოხდება მეგობრებო, ეხლა ხდელი უნდა ცოტა უთხრათ მიხვიდეთ ისეთ ხდელთან ხო ხდელი იმისთვის არა რომ პირიქით ხდელი ჩაგეხუტებ და ესე იგი ასე თქვა მოგეფერებათ სიყვარულში და ნუგეშებს შემდეგ ესე იგი ოლარს გადაგაბარებთ თავზე შენდობის ლოცვას წაგეკითხავთ და შემდეგ უკვე გადაწყვიტავს გაზიაროთ თუ არა მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაზიარებთ ალბათ მე არ ვიცი ნუ პირველ თუ არა მეორეჯერ ყოველ შემთხვევაში აუცილებლად გაზიარებთ
ესე იგი, ის არის მოწმე, ხო, მეგობრებო? ასე ვთქვათ, სულიერი მკურნალი და არამღვდელი გაპატიებს შენ, ღმერთი, ქრისტე გაპატიებს, ხო, სულოცვას. ესე იგი, მეგობრებო, უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილი გულწრფელი სინანული არ ამბობს, მე უკვე დავიღუპე, მე რამე შველება, თუნდაც გამეორდეს ცოდვა, აი ზუსტად ამას აკეთებს ეშმაკი, რომ შენ დაიღუპო, ისევ ჩავიდინე, ისევ დავეცი, ისევ დავიჭერი ჩვენ სულიერ ომში ვართ, ვიმეორებ კიდევ ერთხელ. მერე რა უთხარი. იქ დააგნი იგნორირება გაუკეთე ამ ყველაფერს, აზრი შემოვიდა გაუშვი, უფლის იესო ქრისტეს ლოცვა თქვი და ადექი ისე, წამოდექი, აღსარებაზე წადი ეზიარე და გააგრძელე შენი გზა. აპოკალიფსში იოანე გამოცხადებაში უფალი ამბობს, ყოველი ადამიანის გულთან მდგავარო და ვრეკავო, იგები გამიღოსო. ამიტომ უფალი გელოდება შენ კიდევ ერთხელ ვამბობ, 10-ჯერ დაეცი, 20-ჯერ დაეცი, თუ 10,000-ჯერ დაეცი, უფალი გელოდება შენ. ყოველ წუთს კი არ გელოდება, ყოველ წამს გელოდება. და მერწმუნე ძალიან გაუხარდება. ზეციურ ანგელოზებს, უფალს, შაგიხუტებს, ღვთისმშობელს გაუხარდება, მიდი და არ გინდა გადადება. ძალიან მოკლედ დასკვნა, ასე ვთქვათ, მეგობრებო, ნახეთ, ადამიანის დაცემა არ არის უკანასკნელი დასასრული. უფალი მოდის თითოეულ ცოდვილთან, რათა დაუბრუნოს სულიერი ჯანმრთელობა და მშვიდობა. ეს არის გნება ჩვენი მართლმადიდებლური იმედის ცენტრი და ასე ვთქვათ, გული, ხო? ღვთის მადლი ყოველთვის ძლიერია ვიდრე ჩვენი ცოდვები. წმინდა პავლე მოციქულის მიხედვით ცოდვა სუფევს სიკვდილში, მაგრამ მადლი სუფევს საუკუნო ცხოვრებაში. ქრისტეს მეუხებით წმინდა მამები გამარტავენ ამცებენ, რომ სინანული არა მხოლოდ ცოდვის აღიარება, ხო? არამედ ძველი ადამიანის დატოვება და ღმერთთან დაბრუნება. მოციქული თავად საკუთარ თავს უწოდებს პირველ ცოდვილს უწოდებს, გესმით? პირველი ტიმოთეს მიმართ. რაც გვასწავლის, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღვთის წყალობის მიღმა. ნამდვილი სინანული არ არის რაღაც დასჯა, არამედ გულწრფელი შეცდომის აღიარება და ღვთის მოწყალების, ასე ვთქვათ, მიღება. პირველი ჩვენ უნდა, ესე ვთქვათ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის გამართლება. შემდეგ მივიდეთ აღსარებაზე და გულწრფელად ვაღიაროთ ცოდვები, ხო? მოკლედ ბოლოს ნამდვილი გულწრფელი სინანული არ ამბობს მე დავიღუპეო, არამედ მე დავეცი, მაგრამ კვლავ შემიძლია ყოფნა ქრისტესთან. კიდე უნდა ითქვას, მეგობრებო, რომ შესაძლოა ესა თუ ის ცოდვა ღვთის დაშვებით ხდება, ღვთის დაშვებით მოხდეს ყოველ დღე, ან ესე იგი მე შეიძლება გაძლიერდეს განსასწრელი, ეს უფალი უშვებს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ სულიერად გვძინავს თვეები, შეიძლება წლებიც გვძინავს და ამიტომ უფალი გეუბნება თითქოს და გამოფხიზდი, აქ ვარო, მე ვარო სიცოცხლე, ჭეშმარიტება და აღდგომა. ქრისტეს იმით სუნთქავ ჩვენ, გესმით? ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა, ეს არის უდიდესი წყალობა, უდიდესი სასწაული, რომელსაც შენ, მე არავინ არ ვაფასეთ ამას და გონია რომ ეს, რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა იყოს. შენ რომ ვიღვიძებდე დილით, რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს და ეს მერწმუნედ, ეს არის უდიდესი წყალობა. მეგობრებო,
ბოლოს მინდა გითხრათ რომ აი ეხლა დავამთავრე და ძალიან გთხოვთ და ამაშიც ქრისტემ მოგცეთ ძალა რომ დაიწყოთ აი დღეს დაიწყეთ და წადით აღსარებაზე და შემდეგ ძალიან გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში არ შეგეშინდეთ კიდევ ერთხელ დაცემის მე რამდენჯერ დაეცემი არ არის აქ თავარი არის ის როგორც იოანე ოქროპირი ამბობს რომ ჩვენ ცოდვა რო ჩადენილი გვაქვს უკვე წინასწარ ღმერთმა იცის და გვაპატია და პატიობს უკვე და შეგვინდო და მოგვიტევა და შეგვიწყალა აქ სხვა რამე არის როგორც იოანე ოქროპირი ამბობს ღმერთს ისე არ ბრაზდება ისე ბრაზდება წყალებში გასაგებია ხო რომ ანუ მოდი დავარხვათ ასე რომ უფრო ჩვენთვის იყოს ესე იგი გულში რომ მოხვდეს ჩვენ რომ ღმერთს ისე არაფერი არ ეჯავრება რომ ეზიზღება ასე ვთქვათ რომ ჩვენ ცოდვას ჩავიდეთ რომ დღეს ხვალზე არა არამედ ის რომ ჩვენ გამოსწორებასაც კი არ ვცდილობთ გამოსწორებას და ამაშია საქმე დაფიქრდით ამაზე თქვენ მეც და ყველა დავფიქრდეთ და შევცვალოთ არა სიტყვით არამედ საქმით როგორც წმინდა წერილში წერია რწმენა საქმის გარეშე მკვდარია და რო თუ დაეცემით კიდევ ერთხელ ადექით ესე იგი ამით უფალი რაღაცას გეუბნებათ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესի და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთანა ამინ აუცილებლად წადით დღეს ხვალ აღსარებაზე და შემდეგ მომწერეთ დაწერეთ კომენტარებში გაგაძლიეროთ ღმერთმა და უგრძხვენიათ ურაფრეს წადით უფალი გელოდება დღეს გელოდება ეხლა გელოდება აი ეხლა გელოდება მიდი